საინტერესო რა იყო, პავლეს შეეძლო ეთარგმნა იუდაისტური ტრადიცია, იმიტომ ქრისტემ იუდაისტურ ტრადიციაში მოვიდა. პავლე პირველ რიგში რა თქმა უნდა სინაგოგებში დადიოდა, სადაც კი ჩავიდოდა, სინაგოგაში მივიდოდა და იქ ეუბნებოდა, აი შეხედა ძველ ახმაში რო წერია მესიის მოლოდინი ეს იესოა და უმტკიცებდა ძველი ახმის წიგნებით. იქ მაგალითად ეტყოდა, რომ მთელი ტრადიცია არა განმარტების ძველი ახმის, აი შეხედე იქ რო იქ ითქმება მაგალითად ქრისტიანული განმარტება ძველი ახმის. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ უმტკიცებდა პავლე, რომ ძველ ახმაში ითქმება იესოს და ის არის ღმერთის თანასწორი და ისიც არის ღვთიური დაუსაბამო და უსასრულო მამასავით. მაგრამ იქ როგორც ჩანს იყო ეს ტრადიცია და მაგალითად ის ანგელოზი ერთი ანგელოზია ძველ ახმაში ნახსენები, ვისაც არ აქვს სახელი, ვისშიც არის ღმერთის სახელი და ის გააყოლა ღმერთმა მოსეს. და ეუბნება რომ აი ამ ანგელოზს არ აუჯანყდე, იმიტომ რომ ის არ გაპატიებთ. ანგელოზს არ აქვს პატიების პრეროგატივა. აი ეტყოდნენ ქრისტიანები, შეხედა ეს ანგელოზი, რომელსაც აქვს პატიების და არ პატიების პრეროგატივა, არ შეიძლება იყოს ანგელოზი. ესე იგი ეს მეტი არის რაღაცა. ეს ღმერთის პატივში არის. გამოდის ღმერთის ანგელოზი, რომელსაც აქვს ეს პრეროგატივა, ისა მისი თანასწორი. აი ზუსტად ესაა, ვისაც ჩვენ ქადაგებთ, ესაა იესო, მისი ლოგოსი განკაცებამდე და ეს ზუსტად ეს ლოგოსი განკაცდა. ან ის რეალია ანგელოზი, ან უფალია, ხან ანგელოზი სახიან, ხან უფალს, რომელიც ელაპარაკება მოსეს ბუჩქიდან, ეს ცეცხლოვანი ბუჩქიდან. აი შეხედა, ერთი და იგივე, ხან ანგელოზი იწოდება, ხან უფალად. აი ეს რომელიც ანგელოზისა და უფალიც, ეს არის იესო განკაცებამდე. ეს რაღაც მთელი ტრადიცია იყო, როგორ განმარტავდნენ ძველი ახმისვე ტექსტებს და პავლე ამას განმარტავდა. მაგრამ ამავე დროს პავლეს შეეძლო ეს ყველაფერი ეთქვა არა ბიბლიური ენით წარმართებისთვისაც, იმიტომ რომ წარმართულ კულტურასაც იცნობდა. შეეძლო ქრისტიანობა მოეთარგმნა მოერგო წარმართული მენტალობისთვისაც. აი მაგალითად დაელაპარაკე ბერძენმა ხო არ იცის ახლა ძველი ახმის ტექსტები, მაგრამ მან იცის სტოიკური ფილოსოფია, იცის პლატონი. და პავლე ამას ხო პირდაპირ რომელთა ეპისტოლეში რომ წარმართებს არ აქვთ უფლება ურწმუნობის, იმიტომ რომ მთელი ეს სამყარო ქადაგებს ღმერთზე და მათ თვალები აქვთ და გული აქვთ, რომ შეიცნოს სამყაროთი ღმერთი. ნუ სადაც გავს ეს რაც ფილოსოფოსებიც ამბობენ, არა? ასევე პავლე ლაპარაკობს, რომ არის ადამიანში რაღაც ზნეობრივი საწყისი, რომელიც არ დაიყვანება რომელიმე ერზე ან რომელიმე კულტურაზე. არის რაღაც უნივერსალური ზნეობრივი საწყისი ადამიანში, რომლის მიხედვითაც ადამიანმა იცის რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. და ეს ამიტომ ამას პავლე ეძახის ბუნებით რჯულს. ვიღაცას არ აქვს მოსეს რჯული, მაგრამ თავის გულის ფიცარზე აქვს დაწერილი ეს რჯული. ანუ კეთილის და ბოროტის შეცნობა. და ისე შორს მიდის პავლე ამბობს, რომ აი წარმართებს, ვისაც რჯული არ აქვს, ქრისტე შეაფასებს, ჯობია ასე ვთქვათ, შეაფასებს განჟის, ნუ განჟი რაღაც ნეგატივთან გვაქვს ასოცირებული, რომ აი დასჯის, განჟის, შეაფასებს, შეგვიძლია ვთქვათ, წარმართებს, ვისაც არ აქვს მოსეს რჯული, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს შეაფასებს აი ამ ბუნებრივი რჯულით. იმიტომ რომ წარმართებსაც აქვთ კეთილის და ბოროტის განცდით უნარი და ამიტომ ისინიც არ არიან მოწყვეტილი იმას, რაც სიამოვნებს ქრისტეს და რაც ქრისტეს არ სიამოვნებს, ასე მეტაფორულად რო ვთქვათ, არა? ანუ წარმართები განიშებიან თავის ბუნებრივი რჯულით. ეს ძალიან გავს იმას, რაც სტოიკოსები ამბობენ. პავლე იცნობდა სტოიკოსების ტექსტებს, ციტირებს სტოიკოსებს. სტოიკოსებს აქვს ეს იდეა, რომ მთელ კაცობრიობას აქვს ერთი ლოგოსი, ერთი რაციონალური საწყისი. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი არის კოსმოპოლიტი. ფილოსოფოსი არის კოსმოპოლიტი. ფილოსოფოსი შეიძლება დაიბადოს რომელიმე ერში, მაგრამ თავისი განსაზღვრების მიხედვით ფილოსოფოსი უნდა იყოს კოსმოპოლიტი, იმიტომ რომ ამ ლოგოსს წვდება და ლოგოსი ერთია ყველასთვის. და პავლეც აი ამ სტოიკური ტექსტებს რო იცნობს, სტოიკური კოსმოპოლიტიზმის იდეას რო იცნობს, აი ამ იდეით თარგმნის ქრისტიანობას და ლაპარაკობს ბუნებით რჯულზე, რომელიც ერთია მთელი კაცობრიობისთვის. ძალიან საინტერესოა აი პავლეს კაშკაშა განსხვავება მოსეს რჯულსა და ქრისტეს მოსვლას შორის. ყველაზე მკაფიოდ პავლე ასხოვებს ამას. ნუ რა თქმა უნდა იოანეც შეიძლება, იოანეს პროლოგიც ასეთივეა. იოანეს პროლოგი ამბობს, რომ რჯული მოიტანა მოსემ, მაგრამ მადლი და ჭეშმარიტება მოიტანა იესომ. აი რაღაც რადიკალურად უპირისპირდებასავით ერთმანეთს. ხო ეს სხვა არის, ეს სხვა არის. აი პავლეც ასე აპირისპირებს. რჯული იყო მარტო შემზადება. აი სინამდვილე მოიტანა ქრისტემ. ანუ რჯული იყო მარტო ჩრდილი, მაგრამ ტანი არის ქრისტე. ანუ ჩრდილს აყენებს ტანი, არა? და ის ჩრდილი ტანთან თუ მიხვედი უკვე ქრისტიანს, ის ჩრდილი აღარაა საჭირო. რჯული არის პედაგოგი. პედაგოგი ნიშნავს ის მონა, რომელსაც ბავშვი მიყავს დიდასკალოსამდე, ანუ მასწავლებლამდე. მასწავლებელი კი ქრისტეა. ანუ ჩვენ პედაგოგმა, ანუ რჯულმა, მოსეს რჯულმა მიგვიყვანა ქრისტემდე. და რა განსხვავებაა? ის რჯული, როგორც აქამდე ვთქვი, არ იწვევს ადამიანში არსებით ონტოლოგიურ ცვლილებას. პავლე ლაპარაკობს, რომ კონდიცია ადამიანის არის დაცემული. ადამიანის კონდიცია არის, რომ მას
მან იცის რა არის სიკეთე, ინტელექტით ხვდება რა არის სიკეთე, მაგრამ მისი მიდრეკილება არის ცუდისკენ, რაც უპირისპირდება ამ სიკეთეს. ამიტომ გახლეჩილი არის ადამიანი. მე ვიცი რომ რჯული კარგია, კეთილია, მაგრამ და ვერ ვაკეთებ რჯულს და ვაკეთებ იმას, რაც ვიცი რომ ცუდია, მაგრამ და არ მინდა რომ გავკეთო, მაგრამ მაინც ცუდს ვაკეთებ. რა საწყალი კაცი ვარ, რა ხდება ჩემში? ესე იგი ჩემში რაღაც მარტო მე კი არა, მესამე მოქმედებს რაღაცა. და ამას პავლე არქოს ცოდვის ძალას, ცოდვის ინერციას, რაც ადამიანს მიეცა ადამიანის დაცემის მერე ინფიცირდა მთელი კაცობრიობა. და ზოგი განმარტებით არა მარტო კაცობრიობა და პავლეც აქამდე მიდის, რომ ამ მთელი სამყარო ინფიცირდა ადამიანის დაცემით, რომ ადამიანი იყო მწვერვალი, ცენტრი ამ ქმნილების. ვისაც მთელი სამყარო შეიქმნა ადამიანი და თუ ადამიანი დაეცა, მთელი სამყაროც რაღაცნაირად ინფიცირდა ამ დაცემით. და პავლე ამბობს, რომ როგორც ადამიანი დაეცა, ისე ქრისტე არის ეს ქრისტეს განკაცება, აი ამას კურნავს ამ დაცემის მთელ სისავსეს. კურნავს კი არა, უფრო მეტადაც კურნავს. ანუ ქრისტე არის ახალი ადამი, ძველმა ადამიანმა შემოიტანა სიკვდილი და სიკვდილი არის ცოდვის შედეგი. ქრისტე მოდის და ანადგურებს ცოდვას. ცოდვა რახან არის საფუძველი სიკვდილის, ამიტომ ცოდვის განადგურებით ქრისტე ანადგურებს სიკვდილსაც. გამოდის ქრისტე მოვიდა როგორც სიკვდილის და ცოდვის სამეფოს დამანგრეველი. ამიტომ ეს იწვევს კაცობრიობაში ონტოლოგიურ არსებით ცვლილებას. და მანამდე ქრისტემდე ეს არ მომხდარა, შეუძლებელი იყო მომხდარიყო, ანუ მოსეს და ყველა წინასწარმეტყველიც ვერ აღწევდა ამას, ქრისტეს მოვიდა და ბავშვიც კი მიაღწევს უკვე ამას. იმიტომ ქრისტე ხდება შინაგანი პრინციპი ადამიანში მოქმედება, შინაგანი პრინციპი ადამიანში აი ცოდვის ძალის განადგურების. ადამიანი რო ხდება ქრისტიანი და რწმენით და ნათლობით, ის ებმება რაღაც პროცესში. და ეს პროცესი ფაქტობრივად უსასრულოა, იმიტომ რომ ქრისტე არის თვითონ უსასრულო და მამიდან წამოსული. ანუ პავლე ამბობს, რომ შენ ექცევი პროცესში, რასაც ეძახის ძალიდან ძალაში წარმატება. ანუ ერთი ძალიდან მეორე ძალაში გადადიხარ და სულ ვითარდები და ვითარდები. მე მოგვიანებით ქრისტიანებმა განავითარეს ეს თეორია მე-4 საუკუნეში გრიგოლ ნოსელმა, ასე შეიძლება ვთქვა ისეთ, ეპექტასისი, რომ ეპექტასისი ნიშნავს მარადიული წინგაცდომა. ანუ შენ თუ ქრისტიანი ხარ, მარადიულად იზრდები. ანუ შენ უსასრულობა მიიღე, იმიტომ ლოგოსი არის უსასრულო. და თუ უსასრულობა მიიღე, შენ მარადიულად შეგიძლია გაიზარდო ამ უსასრულობაში. ნუ შემაშინებელი რაღაცაა, უსასრულობაში გაიზარდო. ანუ ქრისტეს მიღება ნიშნავს, რომ შენ ფაქტობრივად ღმერთი გახდე. პავლე ამბობს პირდაპირ, რომ ეხლა თვითონ პავლეც კი ხედავ ბუნდოვნად, როგორც სარკეში. მაშინდელი სარკე ისეთი იყო, ბუნდოვანი სარკე. ვენეციური სარკე ჯერ არ იყო, რასაც კაფეო ჩანს, არა? მე ვხედავ ეხლა ქრისტეს როგორც სარკეში, მაგრამ მე დავინახავ როგორც ის არის სინამდვილეში. ანუ ვითარდება ეს ქრისტიანი ვითარდება, რომ გამოისახოს მასში ქრისტე. იმიტომ თვითონ ქრისტე ხდება არა გარეგანი პრინციპი, რაღაც გარეგანი მცნება, არამედ ის ხდება პრინციპი, რომელიც შინაგანად იწყებს მოქმედებას ადამიანში. პავლე ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ შენ თუ მიიღე ქრისტე რწმენით, მიიღე მის მადლთან იწყებ ურთიერთობას და მისი მადლი არის ეს რაღაც ღვთიური, რაც შენში იწყებს ურთიერთობას და შენთან იწყებს ურთიერთობას, შენში იწყებს მოქმედებას და შენ გარდაგქმნის. და პავლე მერე ამბობს, რომ მე აღარა ვარ ცოცხალი, ჩემში არის ცოცხალი ქრისტე. ლაპარაკობს, რომ ეს მადლზე რაღაც გარდამქმნელი მოქმედება შენში, რაც შენ გამარცხებინებს მერე ამ ცოდვის ძალას და ხდები რაღაც ღვთიური არსება. პავლესთვის ეს არ არის რაღაც პრივილეგირებულების. ყველა ქრისტიანი ასეთია, ბავშვი, ქალი, კაცი. აქ აღარ არის უკვე განსხვავება არც წარმართში, იუდეველში, ქალში, კაცში, კანისფერში. არაფერი. აი ყველა ეს პირობითობა უქმდება აი ამის წინაშე. ამას პავლე ეძახის უკვე ახალი ტიპის რჯულს და სხვანაირად უწოდებს. თავისუფლების რჯული. ანუ მოსეს რჯული იყო რაღაც აგრძალვის რჯული, პავლეს ამბობს, რომ ქრისტეს რჯული არის თავისუფლების რჯული. რატო არის თავისუფლების რჯული? იმიტომ რომ უსასრულობა მოვიდა და უსასრულობასთან ურთიერთობა შენ თავისუფალი ხარ. შენ ვითარდები, შენი როგორ თქვა, შენი გემოვნებით. შენი როგორ ტკბილი და როგორ ტკბილიდან სუბუქი უღელია, ხო? ეს შენ ურთიერთობა ამასთან იზრდები და გახალისებს ეს და რაღაც ახალს იძენს ყოველთვის. სულ ახალი და საინტერესო არის შენთან ამ უსასრულობასთან ურთიერთობა. ცოტათი გავს აი ეს პრინციპი, რაც პლატონი რასაც ლაპარაკობს ან ნეოპლატონისტები ეროსზე. აი ეს ეროსი ჩვენში არის პრინციპი, ეს ამაღლებული ეროსია, რომელიც გასწავლის რა არის ღვთიური რეალიები. ეს ეროსი სულ მისწრაფებაში გამყოფებს, რომ მეტ და მეტ ის გაიგო ღვთიურზე. აი იესოც ამ ეროსის როლს ასრულებს ადამიანის სულში, რომ მეტ და მეტი გაიგოს და გაიზარდოს და გაიზარდოს. თვითონ ის ხდება პრინციპი შენში მოქმედების. ამიტომ ასეთ ადამიანს პავლე უწოდებს ახალი ქმნილება. ანუ ახალი დაბადებული ძველ ქართულად ხო, ან ახალი ქმნილება. მოსეს ჯული კი არა, ახალი ქმნილება.
ახალი ქმნილება არ არის მოსესთან. მოსესთან შენ რჩები იგივე დაცემულ მდგომარეობაში. თვითონ მოსეც კი ასეთია პავლესთვის. მოსე რომ ჩამოვიდაო სინასთიდანო პავლე წერს. მისი სახე ანათებდაო, ისე რომ სხვები ვერ უყურებდნო და სახეზე ჩამოიფარა რაღაცა საბურველი. ეს საბურველი ჩამოიფარა მოსემ სახეზე და თვითონ იმიტომ რომ ტრადიციული გაგება ეს არის რომ ხალხი ვერ უყურებდა მის სახის ბრწყინვალებას. პავლე კი ასე ამბობს, ასე განმარტავს ამას. მოსემ იმიტომ ჩამოიფარა საბურველი რომ ხალხს არ ენახა რომ ეს დიდება რაც მის სახეზე იყო გამოხატული ეს ბრწყინვალება ქრება. ანუ პავლესთვის ის ბრწყინვალება რაც მოსეს ჰქონდა, მაინც გარეგნული იყო. მისი შინაგანი პრინციპი ჯერ არ იყო გამختარი ქრისტე. და ქრისტიანებისთვის ის ბრწყინვალება, რასაც მიიღებენ ნათლობით, ის ცხოვრება, რასაც მიიღებენ ნათლობით, არასდროს არ დასრულდება და პირიქით უფრო და უფრო გაბწყინდება, უფრო და უფრო ინტენსიური გახდება. ამიტომ ძალითი ძალაში წარმატება ნიშნავს განვითარება, პავლე ამას უწოდებს.